ეგოკრატია საინტერესო ტერმინია, ალბათ დემოკრატიის საპირწონედ იყენებთ და კარგად ჟღერს პრინციპში. რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, მინდა გითხრათ, რომ სიტყვის თავისუფლება ეგოკრატიაში არის მთავარი მტერი. უფრო დიდი მტერი ვიდრე კორუფცია, უფრო დიდი მტერი ვიდრე რაღაც ტიპის კრიმინალი, იმიტომ რომ თავისუფალი სიტყვა არის ის, ვინც შეურაცხყოფს, ვინც აგიჟებს ეგოს მქონე ადამიანს და ამიტომ თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლა ეგოკრატიაში არის თანმიმდევრული, სისტემური და ეს ჩვენ ვიცით რუსეთის მაგალითზე, პრინციპში საქართველოს მაგალითზეც ვიცით, იწყება სხვადასხვა ფორმა აქვს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება თავიდან იწყება მედიის წინააღმდეგ, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლით. ეხლა ზოგჯერ ეს ხდება ბრუტალურად, ანუ შეიძლება შევარდე ტელევიზიაში, დაყარო იატაკზე ჟურნალისტები, შეცვალო მმართველობა, მაგრამ არის ნაკლებად ბრუტალური ფორმებიც იმისა, თუ როგორ შეიძლება ებრძოლოს სიტყვის თავისუფლებას. მაგალითად, შეიძლება შეუცვალო მფლობელები სასამართლოს გზით. შეიძლება რეკლამის კანონი მიიღო და რეკლამა იყოს ნაკლები. შეიძლება დააშინო რეკლამის მიმცემები და ისინი აღარ მივიდნენ ალტერნატიული აზრის მქონე მედიებში, იმიტომ რომ მათ პრობლემები შეექმნებათ. თუ ეს ბოლომდე არ გამოგივიდა, შეიძლება სასამართლოს გზით დირექტორი თუ ვერ შეცვალო, შეგიძლია რომ დაიჭირო. ესეც ხდება ეგოკრატიაში და შეიძლება არა მხოლოდ დაიჭირო, არამედ მოკლა კიდეც. ისე როგორც მაგალითად ლექსო ლაშქარავა მოკლეს იქ და ისეთ ადგილას, ისეთი რამის გადაღებისთვის, რისი გადაღებაც არ უნდათ და ეს ადამიანები არ დასაჯო. იმიტომ რომ შეიძლება ფიზიკურად შენ არ იყო უშუალო მონაწილე ამ პროცესის, მაგრამ როცა ხელს უწყობ, როცა არ სჯი, როცა წინააღმდეგობას არ უწევ, ეს არის შენი ხელიდან ნებადართული. უფრო რთულად როცა ხდება ხოლმე საქმე, შეიძლება დაარბიო, თვალი დათხარო და მე დასაჯო არა ის, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა, არამედ ის, ვინც იყო მსხვერპლი. შეიძლება სიტყვის თავისუფლებას გადაარქვა არა ვთქვათ თავისუფალი გამოხატვა. იმიტომ რომ რაღაც სხვადასხვა ფორმა აქვს ხო სიტყვის თავისუფლებას, თავისუფალ გამოხატვას სხვადასხვა ფორმა აქვს და შეიძლება დაარქვა წინააღმდეგობა პოლიციის თვის გაწეული წინააღმდეგობა, ან ვთქვათ სახელმწიფო ქონების დაზიარება და სისხლის სამართლის საქმე მიუყენო და 6 წლიანი მუხლით ჩააჯინო ადამიანი იმისთვის, რომ სხვებს შეეშინდეთ და სხვებმა თქვან უარი ამ თავისუფალ გამოხატვაზე. შეგიძლია როგორც რუსეთში მიიღო მაგალითად რაიმე კანონი, რომელსაც თითქოს არანაირი კავშირი არ აქვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან, მაგალითად 2010-იანი წლების დასაწყისში რუსეთში მიიღეს ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლის კანონი და ეხლა ვინ იქნებოდა ხო წინააღმდეგი ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლის და ამ კანონით შეზღუდეს ნახევარი მედია, მიუყენეს ეს კანონი. შეგვიძლია ჩვენთან მიიღო მაგალითად უფრო მტკივნეული და უფრო არასწორი და უფრო პრობლემური კანონი, რომელიც საერთოდ უმცირესობის ჯგუფის დაცვას გრძალავს, ადამიანთა თანასწორ უფლებებზე საუბარს გრძალავს, თქვა რაღაცა ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის ნიშნით და ამას დაარქვა ოჯახური სიწმინდისთვის ბრძოლა. და კიდევ ერთი ეტაპი შეიძლება იყოს ყველას, ვისაც აქვს თავისუფალი სიტყვის გამოხატვის სურვილი და შესაძლებლობა, დაარქვა უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. იმიტომ რომ რეალურად ესეც თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი გამოხატვის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში ჯდება, იმიტომ რომ ეგოკრატიაში არ არის საჭირო მასწავლებელი, რომელიც არ არის დამოკიდებული დირექტორზე. არ არის საჭირო ლექტორი, რომელიც არ არის დამოკიდებული და არ უწევს ანგარიშს რექტორს და მის მიერ გამოცემულ რაღაცა არაფორმალურ ბრძანებებს. არ არის საჭირო აქტივისტი, მოქალაქე, რომელსაც შეუძლია რომ არ იყოს დამოკიდებული ბიუჯეტზე, რომელსაც მართავს ეგოკრატები მართავენ, ან ეგოკრატებთან
ირგვლივ ყოფი ბიზნესმენებზე არ არიან დამოკიდებული. აი ესეთი ადამიანები საჭირო არ არიან და როგორ შეიძლება მათ ვებრძოლოთ, ხო? როგორ შეიძლება მათი თავისუფალი სიტყვა შევზღუდოთ? ამისთვის მათ ან უნდა შევზღუდოთ დაფინანსება და თუ ამას პირდაპირ ვერ ვახერხებთ, მაშინ არ გვგრძელავთ, მაშინ უნდა დავარქვათ აგენტი, იმიტომ რომ მათ გამოხატვას არ ერქვას თავისუფალი სიტყვა, მათ გამოხატვას ერქვა ვიღაცის ინტერესების გატარება. მოკლედ ეს ყველაფერი ჩვენ გაგვიგია, ვიცით, ისევ ამბობ, არსებობს თავისუფალ სიტყვასთან ბრძოლის სხვადასხვა საკმაოდ ბრუტალური, ნაკლებ ბრუტალური, მაგრამ ასევე ეფექტიანი მეთოდები. და რა უნდა გავაკეთოთ, ხო? აი მათ ვისაც არ გვინდა, რომ ეს თავისუფალი სიტყვა შეიზღუდოს. ალბათ ერთადერთი გამოსავალი არის მათ შორის ეგოკრატიაშიც, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გქონდეს ჩვენი თავისუფალი გამოხატვა. გამოვიდეთ ჩვენი თავისუფალი სიტყვით, მიუხედავად ყველაფრისა, გქონდეს ჩვენი თავისუფალი არჩევანი, იმ შემთხვევაშიც კი თუ გონია, რომ არჩევანი არ არის ისეთი, როგორიც გვინდოდა, და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეგოკრატიის მაგივრად გქონდეს სისტემა, სადაც ცვლილება არის შესაძლებელი. სადაც თუ არ მოგწონს, თუ შეცდი, თუ ერთი ეგოკრატის მაგივრად მეორე აირჩიე, თუ ერთი ეგოს დაკმაყოფილების მაგივრად მეორე ეგოს დაკმაყოფილებაზე გადახვედი, შეძლო ცვლილება. ამას ქვია დემოკრატია და ამას ჭირდება თავისუფალი გამოხატვა ზუსტად.